საქართველოს შრომის კანონმდებლობის თანახმად, დასაქმებულის მიერ უქმე და სადღესასწაულო დღეებში სამუშაოს შესრულება წარმოადგენს ზეგანაკვეთურ სამუშაოს. აღნიშნულს არეგულირებს შრომის კოდექსის 30-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია წლის განმავლობაში არსებული უქმე დღეების ჩამონათვალი ჯამში 18 დღე. კომპანიის ნორმირებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, თუ დასაქმებული სამუშაოს შეასრულებს უქმე დღეებში, აუცილებელია ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისთვის დადგენილი წესის დაცვით, მხარეთა შეთანხმებული ტარიფის ოდენობით ან პროპორციული დამატებითი დასვენების დროით. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შრომის კოდექსის მიხედვით დასაქმებული უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები. შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ უქმე დღეს შესრულებული ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის, არა მხოლოდ აღრიცხვა, არამედ შესაბამისი წესით ანაზღაურება. იცოდე შენი უფლებები და გახსოვდეს, უქმე დღეს მუშაობა ზეგანაკვეთურ შრომად გეთვლება.